ესტომების ყვალდაკვალ დავდივართ წინ, მაგრამ ნურავინ მივცებთ ამ ეტაპზე მაინც იმის უფლებას, რომ ერთმანეთს მიუთითოთ, შენ ბიჭო ან ქალო რა შევიცით, ჯერ არ მოხვიდე ამ პროტესტში, არ ვიდე პოლიტიკური პარტიების არც ერთი წარმომადგენელი, მე მოდით და ჩუმად იდექით. აი ხლა მოდი შენ მაგალითად, არ ვიცი, უსაქმურო ანუ დღეურო და დადექი და იბრძოლე. არ არის ხახო. ამ ქვეყნის მომავლის მოსაყოვებელი ბრძოლა 45 და უკეთეს შემთხვევაში როგორ შეიძლება დიანა გამიმართოს რომ მეორე 45 წელიწადი ვიცხოვა ძალიან უნდა გამიმართოს ხო ეს ასე ალბათ არც მოხდება თუ მოხდება ხოლოდ გამიხარდება და მე რუსთაველის გამზეზე როდესაც მივდივარ არ დაგიმავთ ამას ვეუბნები ქართული ოცნებისგან როდესაც არ ვიღებ კრიტიკას უსამართლოს ვითუმეტეს ხო არც არავისგან მივიღებ კრიტიკას ნებისმიერი სხვა პლატფორმისგან იმიტომ რომ ბრძოლა გააზრებული მაქვს რომ არის ისტორიული და ცივილიზაციური და ვიღაცის ასე ვთქვათ ვიღაცის ფასონს არ გადავაყოლებ ამ ქვეყნის ინტერესს არავის არ ეწყინოს ჩვენ უნდა და არც მე უნდა მეწყინოს და არც სხვას ჩვენ უნდა რაღაცა მნიშვნელოვანი ძალისხმევა ამ მიმართულებითაც გავიღოთ და სანამ ივანიშვილი არ არის დამარცხებული ხო 24 საათის განმავლობაში იცი რა არ ვარგა ოპოზიცია და ყველა ჩვენგანს მე ვისაც ვიცნობ განზე გადგომა შეგვიძლია და ნამდვილად არავისი ვალი არ მაქვს ამ ბრძოლაში ამ ამპლუიტოა ნიკა ნუ დამაკომპლექსეთ პირიქით რომ ვერ გაგაწყვეტინოთ არ ყოფილა ოპოზიციურ სპექტრში არა მინდა ეს თქვა იმიტომ რომ გამარჯვება მჯერა მიუხედავად დიდი გამოწვევისა ხელის გაწყობის მანძილზეა ჯერა ამისი დიანა ჯერა რაც არ უნდა ნიჰილისტურად ვიყოთ განწყობილები გამარჯვება არ გაგვექცევა გამარჯვება იწყება პირველ რიგში რწმენით და საკუთარ თავში გამარჯვებით და არა იმაზე 24 საათის მოწვევის არ გვარგივა და შენ მოწვევამდე ვერაგია და უფრო ჭკვიანია და უფრო ძლიერია არ არის არც ძლიერი ნიკა თუ ხელის გაწვდენაზეა წარმატებები რაოდენობრივად ბედნი ვართ და ჭკვიანებიც ვართ აქეთა მხარეზე დგომი ისტორიის სწორ მხარეს დგომი ქართველები ვიდრე იქით და რა საჭიროა ხა ერთმანეთის დამონათება ბრძოლის ველზე დასრულდება გამარჯვებით ეს პროცესი ამის შემდეგ კი ბატონო